მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო რადიო მსმენელებო. სიკეთე მოგცეთ უფალმა ყველას და მინდა ვისურვო, რომ აი ეს 2012 წელი განსაკუთრებული წელია საქართველოსთვის და ამ თავის რამოდენიმე დღეღა დარჩა უკვე და 7 ვითარებაში ჩაევლოს ამ ძველ წელს და ბედნიერი იყოს ახალი წლის შემობრძანება ჩვენს ქვეყანაში და მთელ ქვეყნიერებაზე დედამიწაზე. დღეს ჩვენ ტელესტუდიაში მოვიწვიეთ ცნობილი მომღერალი, საოპერო მომღერალი, ბარიტონი ბატონი ზურაბ ბუხრაძე. და მე გპირდებით, რომ ყოველი გადაცემა, მომდევნო გადაცემა არ ემგვანება წინას. ბატონო ზურაბ, მადლობელი ვარ, რომ დათანხმდით ტელესტუდიაში მობრძანებას და მინდა გისურვოთ, რომ განსაკუთრებული ყოფილიყოს ეს დღევანდელი დღე თქვენთვის. ახალ მიზნებს და ახალ სურვილებს შეესხას ხორცი შენს შემოქმედებაში. ნუ ახლა ჩვენ ერთმანეთი დათო გველესიანის ოჯახში გავიცანით და წლებია მოდის მე იქიდან უკვე და სხვათა შორის მე დიდად გემადლიერებით ამ ოპერის მომღერლებს, იმიტომ რომ აი ეს ჩემი სიყვარული ამ საოპერო ხელოვნებისადმი ბევრ რამეში გამომადგა მე კერძოდ ჩემს პოეზიაში. მე მინდა დაგისვა ასეთი კითხვა, რომ თვითონ თავისთავად აი ეს ქვეყანაშიო მიმდინარე კრიზისიო, ეს დიდი კაცის სიტყვები გახლავთ არტურო ტოსკანინის პირველ რიგში საოპერო ხელოვნებაში იჩენს თავსო. ესე იგი, რაც ხდება ქვეყანაში, აი ამას ყველაფერს ირეკლავს ოპერა. რა სიტყვით თქვენ? რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს ირეკლავს ოპერა. ნუ პირველ რიგში მინდა რომ მოგესალმოთ თქვენ, მივესალმო ჩვენს ტელემაყურებლებს. თავდაპირველად რომ მითხარით, რომ უკვე გადაცემა უნდა გავაკეთო, ისე სპონტანურად მოხდა ყველაფერი და დიდი მადლობა მოწვევისათვის. რა თქმა უნდა, ახლა რაც ბრძანეთ თქვენ ეს ბატონო ერეკლე, ეს არის სრული ჭეშმარიტება, იმიტომ რომ თვითონ ოპერა მოიცავს ძალიან დიდ სინთეზს, სადაც შედის, რა თქმა უნდა, სიმღერა, სადაც შედის მხატვრობა, მუსიკა პირველ რიგში, ну, ყველაფერი, რაც კი თეატრალურ ხელოვნებაშია და რაც კი ხელოვნებაშია, ყველაფერი ეს თავს იყრის თვითონ ოპერაში და მოგეხსენებათ ისიც, რომ თვითონ ოპერის თეატრის შენახვა არის ძალიან რთული, ძალიან ძნელი, იმიტომ რომ მოითხოვს ძალიან დიდ თანხებს, ძალიან დიდ ხარჯებს, სხვათა შორის ნებისმიერი სპექტაკლი, რაც არ უნდა იყოს, მოითხოვს ძალიან დიდ ხარჯს. ამიტომაც ხდება ისეთი რამე, რომ თუ სახელმწიფოში რაღაცა ვერ არის ისე კარგად, ეს რა თქმა უნდა აისახება პირველ რიგში ეკონომიური თვალსაზრისით პირველ რიგში და შემდეგ უკვე აისახება შესრულებაზეც. თვითონ აი მომღერლების მხრიდან ეს ხშირად ხდება ესე, იმიტომ რომ არსებობს ქვეყნები ჩვენზე რა თქმა უნდა ჯერჯერობით განვითარებული, სადაც ოპერის თეატრი არის მაღალ დონეზე, იქ ცხოვრებაც მიდის ძალიან კარგად და კაც არ აქვს საფიქრალი დაუშვათ იმ დღეს რა გააკეთოს, იმ დღეს რაზე იფიქროს, ის ფიქრობს თავის პროფესიაზე და ღმერთს ვთხოვ რომ დამდგარიყოს საქართველოში აი ეს დღე, როდესაც აი მომღერალი იფიქრებს თავის პროფესიაზე, რეჟისორი იფიქრებს თავის პროფესიაზე, პოლიტიკოსი პოლიტიკაზე და ყველა იფიქრებს თავის ასე ვთქვათ პროფესიაზე, იმიტომ რომ ეს ყველაფერი მაინც და მაინც გამომდინარეა, რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ ახლა პოლიტიკაში არ ვერევი, რაღაცა აქეთ, რაც არ უნდა ვთქვათ, ყველანაირად აი ესეთი სიტუაცია გრევს თავის დაუნებურად. ხო, არა, მოკლედ შეიძლება ვთქვათ, რომ პოლიტიკაში შეიძლება არ ჩაერიო, მაგრამ ქვეყნის ბედში როგორ არ უნდა ჩაერიო. მე მაგას ვამბობ. ეხლა რაც გინდა დაარქვი მას მერე, რა გინდა პოლიტიკა დაარქვი, რა თქმა უნდა, ასეა. რა თქმა უნდა. კარგით, მაშინ მე ერთ კითხვას დავუსვამ კიდე. 44 წელს მოკავშირეთ ავიაციამ 43-44 წლებში ნანგრევებად აქცია მეორე მსოფლიო ომში იტალიის ეს უდიდესი ქალაქი მილანი. და რა ხდება ომის შემდეგ იტალიელებმა ეკონომიკის აღდგენა
დაიწყეს არა რომელიმე საწარმოს ამუშავებით ლასკალას ლეგენდარული თეატრის აღდგენით. რისი მიმანიშნებელი ეს? ეს მიმანიშნებელი არის იმისი, რომ ეხლა გამახსენდა და პარალელურად მინდა გავავლო იმისი, რომ 1929 წელს, როდესაც ხოტე მარჯანიშვილი შეუდგა მეორე დრამის თეატრის შექმნას ქუთაისში, პირველი სპექტაკლი დადგა ჰოპლა ჩვენ ცოცხლობთ, ანუ ვართო. ეს იმის მიმანიშნებელი იყო იტალიაშიც, რომ იტალიამ ამითი თავისი სავიზიტო ბარათით აჩვენა, რომ ისინი არიან თავისი ქვეყნის პატრიოტები და წარმოაჩინეს მათ პირველ და კიდევ ჩემი აზრით ამ სულიერი კულტურა უნდა უძღოდეს წინ ეკონომიურ აღმავლობას და არა პირიქით, როგორც ბევრი ფიქრობს. რა თქმა უნდა, აუცილებელია ეგ, რომ სულიერი კულტურა, რა თქმა უნდა უძღოდეს. და ის ქმნის მერია ეკონომიურ იმასაც, ყველაფერს უკვე. აწესრიგებს თავისთავად. რა თქმა უნდა, აწესრიგებს თავისთავად და გარდა მაგისა რა არის, იცით რომ ძალიან ხშირად გვესმის ისეთი რაღაცა, აი დღეს საქართველოში უпроსორეთ ახლა დღეს არ ვიცი ახლა ახალი მთავრობა არის მოსული და ალბათ ყველაფერი ისე გაკეთდება როგორც საჭირო არის და ნელ-ნელა დაიწყება აღმავლობა, რა თქმა უნდა, მაგრამ ხშირად ხვდებოდით ამ 20 წლის მანძილზე საქართველოში აი ესეთ გამონათქვამს, რომ იცით რა არის, აი ამდენი ფული არა გვაქვს და ამას ესე ვერ დავდგამთ და მოდით იცით აი იქნება ეს უფასოდ გააკეთოთ, ან იქნება ეს შეასრულოთ ის. აი ეს არ შეიძლება, იცით. ამითი აკნინებ შენ ელემენტალურად მას იმ პიროვნებას, ვინც ელემენტალურად ასრულებს რაიმე პარტიას და ეკონომიურად დადგმული სპექტაკლი არ შეიძლება. ეს არ მოგიტანს შედეგს. რა თქმა უნდა. ესმეთ ეს ოპერის თეატრს ეხება, დრამასაც ეხება და ნებისმიერ, აი კონცერტიც კი, რომელიც კონცერტით არის, იქ ეკონომიურად რომ გააკეთებ რაღაცას, იქ რა თქმა უნდა გარკვეული ეკონომია საჭიროა, რა თქმა უნდა, მაგრამ ეხლა იცით რომ არის რა რაღაცა კრიტერიუმები, რაც უნდა წარმოჩნდეს. თვითონ ადამიანში უნდა წარმოჩნდეს. აი მაგალითად ჩვენთან ეხლა ძალიან ხშირი იყო წარმოჩენა იმ ხალხის რომლებიც აი 24 საათი ტელევიზორში იყვნენ. ნუ უთორო ჩაგერთო მიმათი სახელები და გვარები იყო. ასე არ შეიძლება. არ შეიძლება, იმიტომ რომ ფაქტიურად მიჩქმალდა რა. გაცხოვთ, მიჩქმალდა ესე იგი პეტრე ამირანაშვილი, დავით გამრეკელი, რომლის ფონდის პრეზიდენტი მე გახლავართ დღეს. დავით გამრეკელის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი. ყველა ეს სახელები ბათუ კრავეიშვილი, ზურაბ ბანჯაფარიძე, ნუ კიდევ იმიტომ რომ ზურაბ ბანჯაფარიძე, თენგიზ ზენკლიშვილი, ჯემალ მდივანი, ეს სოფლიო ხმა, რევას კაკაბაძე. რეზონ ვეკხოს საერთოდ ეს იყო საერთოდ რა ვიცი მოვლენა იყო ეს. ნუ მე ესეთი ხმის პატრონი და ესეთი მომღერალი ძალიან იშვიათად შეიძლება დღეს მაგალითად აი ესეთი ხმის პატრონი დღეს მე არ მეგულა ძალიან ბევრ ქვეყნებში ვაკ ნამღერი კიდევაც და ძალიან ბევრი ქვეყნის ბარიტონებიც მინახავს, მაგრამ ასეთი ხმის პატრონი როგორც ბატონი რეზო კაკაბაძე გახლდათ მე არ მინა. მე პირადად არ შემოხვედრია და ზარია ეთერში ხართ. მოგესალმებით სულ ყველას. სიკეთე მოგცეთ უფალმა. მე ხარია როცა თქვენ ახართ ეთერში. დიდი მადლობა. ეხლა რაშია საქმე, ჩემო კარგებო. მე არ ვიცი, როდის მოვჭკვიანდებით. პირველად გავაგდეთ მარწყვის ხე საქართველოსდან, მერე გავაგდეთ ხოხობი, შემოვიყვანეთ ინდაური, შემოვიყვანეთ აკაცია. სანამ ადამიანი ვერ მიხვდება, რომ სილამაზე ზუსტი ცნება არა და აბსტრაქცია, მანამდე არაფერი არ გვეშველება და ეხლა იქ ქაქანი რო არის ყველგან. ეგ იმიტომ არის, სამშობლო არ იციან, სამშობლო არ უყვართ. სიყვარული ჩემო კარგებო, აბსტრაქცია არ არის. აი ახლა თუნდაც ერთი არ ვიყოთ რა. ამ რამოდენიმე დღის წინაც ჩვენ ვიზეიმეთ, უпроსტოდ უმრავლესობა მიზე 100,000 მოწამის. კაცო, ჩვენ უნდა ვიზეიმოთ ის ხალხი, რომელმაც გადაგვარჩინა, თორე ამათმა სამშობლო გაყიდეს. ვერ გავიგე კარგად რაო. ხო, ნუ ლაპარაკი ალბათ ამ ხელისუფლებაზე სამშობლო გაყიდესო და ახლა მე კარგად ვერ გავიგე და ნუ რასაკვირველია ჩვენ თუ რამე გადაგვარჩენს სულიერი ფასეულობები გადაგვარჩენს და ძირითადად ახლა ჩვენი ტელევიზიაც ამას ემსახურება, ხედავთ ამას და მადლობა რომ ესეთის
კომპლიმენტი გვიძღვნა ეხლა რომ გვიხარიაო რომ ყოველთვის როცა გამოჩნდებითო და ჩვენც გვიხარია რა თქმა უნდა თქვენი ხმა, თქვენი ზარი, იმიტომ რომ თქვენი ტაში, თქვენი მოგზანება თეატრში უკვე ჩანს რომ ჩვენ არ ვარსებობთ ცალ-ცალკე ერთმანეთის გარეშე და ერთად ვართ და ზურა რა მინდოდა აი ლასკალას თეატრი ვახსენეთ ნუ ჯერ თქვენ რო ბრძანეთ რომ მართლაც ეს საოპერო ხელოვნება ეს არის სინთეზი ვებერთელა სინთეზი და ყველაფერია გაერთიანებული მასში მე სხვათა შორის მქონდა საშუალება როდესაც ჩვენი სასიქადულო მომღერლის პაატა ბურჭულაძის ოჯახში მენახა მთლიანად დონ კიხოტი შალიაპინის შესრულებით მე ამ დონის დრამატული თეატრი ისა მსახიობი არც თეატრში არც კინოში არ მინახავ შეიძლება ვწდები ახლა არა მაქვს მე ამ ხელა ინფორმაცია მაგრამ არა ეს იყო სასწაული ნუ კერძოდ რა ყველაფერი ხდება ერთად სიმღერა თამაში აი რა ვიცი რა აღქმა სიღრმისეული წვდომა და მივხვდი მე რომ რაში მდგომარეობდა ხიბლი ამ დიდი მომღერლის აქ მარტო ხმაზე არ იყო ესე იგი მარტო ხმა არ ყოფილა და ქმედება სცენაზე ქმედება ყველაფერი ერთად და რა მინდა გითხოთ აი ლასკალას თეატრის ვახსენეთ და თუ ყოფილხარ რომელიმე სპექტაკლზე ამ ლასკალას თეატრში და შთაბეჭდილება მაინტერესებს პირადად არ დავსრებულ ვარ არც ერთ სპექტაკლს რა თქმა უნდა თვითონ პირადად ლასკალაში მაგრამ მე მახსოვს ამ რამოდენიმე ხნის წინ ჩამოვიდა მოსკოვში დავესარე მათ სპექტაკლს და ეს დიდი ხნის ამბავი იყო სხვათა შორის და ჩამოვიდა მოსკოვში არაჩვეულებრივი მომღერალი ბარიტონი იყო პიერო კაპუჩილი და სხვათა შორის სპექტაკლს დავესარე და სხვათა შორის მოსკოვში დავესარე დედაჩემმა წამეყვანა ძალიან პატარა ვიყავი 73 წელი იყო და მარიო დელმონაკო მყავს სცენაზე დანახი სხვათა შორის სულ ვიყავი 9-10 წლის მაგრამ ეხლა მახსოვს რაღაცა დიდი ხმა რომ მოდიოდა მაგრამ ახმა მე ხლა მაშინ ბავშვისთვის ეხლა როგორც აი მოსმენა როგორც პროფესიონალის მხრიდან ესეთი რამე არ მქონია მაგრამ მე უბედნიერესი ადამიანი ვარ ყოველთვის რომ აი ეს ორი არაჩვეულებრივი პიროვნება მეცოცხლად ნახე სცენაზე და ამით ვიტრაბახებ ყოველთვის ეს იყო მართლა რაღაცა აი პიერო კაპუჩილიზე ვიტყვი თუ შეიძლება პიერო კაპუჩილის ტრუბადური იყო ეს რაღაც სასწაული შესრულება იყო მისი ასევე დავესწარი არა და გაციებული ყოფილა მაშინ მოსკოვში ერთი პერიოდი სხვათა შორის ხმა გაექცა კიდევაც მაგრამ ისეთი ოსტატობით განასახია ვერავინ ვერ მიხვდა საოცარი კი რა თქმა უნდა მოაბრუნა ისევ ხმა კალაპოტში ჩააგდო მერე თორე ერთ მომენტში გაექცა სხვათა შორის ანალოგიური სიტუაცია იყო ლუჩანო პავაროტისთანაც სიცხე ჰქონდა 38-მდე როდესაც სოლო კონცერტი იმღერა და იქ ნუ მოკლედ ძალიან დიდი ოსტატობით მოსკოვში მოხდა ესეც ძალიან დიდი ოსტატობით მან ჩაამთავრა არაჩვეულებრივ დონეზე რა თქმა უნდა ეს კონცერტი და ეს ნეაპოლიტანური სიმღერა იყო მე ნეაპოლიტანური სიმღერა იყო და შემდეგ უკვე ვინჩერო იმღერა მაგრამ იმღერა მოკლედ ისეთი შემართებით რომ ეხლა იქ ვინ იყო გაციებული და რა იყო და როგორ იყო ამას უკვე აღარავინ აღარ უყურებდა ეს ვიცოდით შემთხვევით რამოდენიმე კაცმა ისიც გამოგვიტანეს კულისები არა არც ეთყობოდა არაფერი კულისებიდან გამოიტანეს ამბავი უბრალოდ ესე დღეშიაო თორე პირდაპირ ვიზუალურად არაფერი არ ეთყობოდა არაფერი და მოკლედ აი ესეთი ოსტატები არის. სხვათა შორის მეც წავედი ეს 70-იან წლებში ორჯერ ვარ მოსკოვში წასული. ერთი ჯოკონდა რო ჩამოიტანეს და მეორე იყო ლასკალას თეატრი რო იყო, მაგრამ სამწუხაროდ ეხლა მარიო დელმონაკოსთვის მე არ მომისმენია. პრევედი იყო მაშინ და ბონიზოლი ეს მომღერლები. ბონიზოლი საერთოდ რა ვიცი მანქანას ეძახდნენ. აი ამათ მოусმინე. მე მახსოვს ტელევიზიით ნახე ერთხელ პირდაპირ გადაცემა იყო სხვათა შორის მეტროპოლიტენ ოპერიდან და დაიწყო ღამის 2 საათზე მე მგონი დაახლოებით ესე ნუ ჩვენ ინტერნეტი ხო საღამოობით იწყება სპექტაკლები და იყო პირდაპირ გადაცემა იყო კოვენგარდენის თეატრიდან თუ არ ვცდები თავახტელი თეატრიდან იყო ესე იგი დო მაჟორში იმღერა სტრეტა ორჯერ ამ კაცმა ბონიზოლიმ და ისეთი ტემპრით მღეროდა ну, ესე იგი, ყველა ხედავდით, რომ ეს კაცი, ვაფშე, მანქანა იყო, რა, მანქანა არისო, რა, ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა, ეს ალბათ მანქანა არის, რაღაცა უდგას ხალხშიო, თქვა, იმიტომ რომ ესეთი
ტრაქტორი ტენორი არავის არ უნახია მოკლედ. არა, უნახავს ახლა ჩვენ პერიოდში. ჩვენ პერიოდში ვარ. ბიორლინგი. არა, ბიორლინგი ეგ საერთოდ მოვლენა იყო, რა თქმა უნდა და ახლა ჯილიზე და ის გასაგებია. ჩვენ ვამბობ აი ამ პერიოდში. არა, ტრაქტორი ტენორი რო თქვი, აი პირდაპირ მართლა საოცარი სიმძლავრის ხმა რა, საოცარი. და სხვათა შორის მე როგორც ვიცი, როცა კარუზოს მეუღლე მოусმინა თურმე ბიორლინგს, აი ერთადერთი მომღერალიო, რომელიც ჩემ ქმარს მაგონებსო, მის ხმასო, ბიორლინგზე უთქვამს. არ ვიცოდი. ეს საოცარი მომღერალი იყო, რა თქმა უნდა და სხვათა შორის ბიორლინგი არის, აი ქართველი ბიორლინგი მინდა ვთქვა, რომ აი ჩვენ საქართველოში გვყავს ესეთი მომღერალი, ჩვენთვის უძვირფასესი, პირადად ჩემთვის და ყველა ქართველისთვის ეს არის ჩვენი დროის უდიდესი ტენორი. საქართველოს სახალხო არტისტი ბატონი ალეკო ხომერიკე. იყო აქ სხვათა შორის არაჩვეულებრივი გადაცემა გამოგვივიდა რა. ხო რა. ტელეფონი არ გაჩერებულა. აზანებთ, არ ვიცოდი, სამწუხაროდ დავრეკავდი, იმიტომ რომ შეიძლება აი ტელეფონი არ გაჩერებულა თქვა და ზარი. ეთერში ხართ. გამარჯობა დგენაცელი, გამარჯობა. სიკეთე მოგცით. იცით რა უნდა გითხრათ, მე ბავშვი ვიყავი მე-7 კლასის მოწაფე, როდესაც ანდღულაძე მიიწვიეს ლასკალაში. ლასკალაში მიიწვიეს და მთელი თბილისი ამაზე იმობდა, ისე მიხაროდა, აი რომ დავდიოდი, მივდიოდი სკოლაში, მოვდიოდი სკოლიდან, სულ იმას ფიქრობდი, ანდღულაძე ნანახიც არ ვყავდა. სულ იმას ფიქრობდი, რომ აი ქართველი ლასკალაში, ხო, მე მეგონა რომ აი და გენერალურ რეპეტიციაში კი მიუღია მონაწილეობა ბატონ დავით ანდღულაძეს. ხო, ну იქ მაშინ გენერალურ რეპეტიციაზე რო გემღერა ეს ძალიან დიდი ამბავი იყო. ანდღულაძის შემდეგ უკვე ანჯაფარიძე მიიწვიეს ისიც ასე, მაგრამ ეხლა ამბობენ ლასკალაში ისეთი დიდი მოთხოვნილებები და აი როგორც ადრე აყენებდნენ ძალიან მკაცრად რაღაც უნდა ყოფილიყავი უნიკალი რომ ესე იგი გემღერა კონცერტზე, ანუ დადგმაზე სპექტაკლის მსვლელობის დროს. ხო და აი ეხლა კი ბევრი ბლომად არიან უკვე ქართველები. ბლომად ითვლება ახლა 1 და 2 რო იმღერებს უკვე ოფიციალურად ძალიან ეს დიდი მიღწევა, მაგრამ ამბობენ ეს ის ლასკალა აღარ არისო, რაც იყო 50-იან, 60-იან, 70-იან წლებში. აი მე რამე დამით რო თქვა, მე ვიყავი ბავშვი, მეთქე მას ვლაპარაკობ პატარა გოგონების და ბიჭების გასაგონად. სირცხვილია ოპერის თეატრში ნამყოფიც კი არ არიან. არც იციან რომ ჩვენი თეატრი მსოფლიოში მესამე თეატრად ითვლება. მესამე ადგილზე. თუ მესამე არა დაუშვათ მე ვწდები მეოთხე მაინც. იმიტომ რომ არა თეატრი როგორ ახლა გარეგნობით ვამბობ, თორე ძალებით ოდესის თეატრის მომისმენია, კიევის თეატრის მომისმენია, ყველაზე ძლიერი არის ჩვენი მოსკოვის დიდი თეატრი. ძლიერი შემადგენლობა გეთანხმებით. ხო, ერთი ლასკალა, მერე მოსკოვის დიდი თეატრი და მერე ჩვენი ოპერის თეატრი და ბავშვები, გოგონები, ახალგაზრდა 25-30 წლის გოგონები ნამყოფი არ არიან ოპერის თეატრის დარბაზი არ უნახიათ. გავგიჟდი კი მე მაგალითად ესე იგი რო ჩავედი ოდესის თეატრი ისე მომეწონა რომ ძალიან მომეწონა იცით ეს რაღაც საოცარი სილამაზე იყო მაგრამ რა გინდა პიკავაე დამა იყო და აი უბრალოდ არც უსმენდი ნუ ისეთი სუსტები იყვნენ ხმები არის მოდა ხმები არ ქონდათ ბატონ ზურაბის შემდეგ ცოტა ხმებია ზურაბანჯაფარის თეატრი ეს არ ვიცი რაღაც სანახაობა იყო მადლობთ. სიკეთე მოგცეთ უფალმა. ნუ ქალბატონო ეხლა ეს პირველ რიგში სულიერი კრიზისიდან არის მომდინარე, იმიტომ რომ ადამიანმა დაკარგა თავისი ადამიანობა. აი ამ ტექნიკის უზომო არნახულმა ტემპმა უკვე მოგწყვიტა ჩვენს წიაღს. გაწყვიტა ადამიანმა ძველებური დიალოგის სულთან და ოპერა სიმღერა პირველ რიგში ემყარება მას. და გარდა მას დიალოგ სულთან. აი შალიაპინზე რო ვთქვი წეღან მე სიღრმისეული წვდომა. აი თვითონ არსი დონ კიხოტობისა ისე გადმოსცა რომ
ალბათ თვითონ ავტორის სერვანტესის მე ამ სიძლიერით არ გადმოუციეს არც ერთ ლიტერატურად წოდნეს არავის პრინციპში ეგ პარტია მისი აი რო იტყვიან გვირგვინი იყო შემოქმედებითი ალბათ იმიტომ რომ იყო ეს მინახავს ტელევიზიით რამოდენიმეჯერ ისედაც მინახავს რამოდენიმე ფრაგმენტი დონ კიხოტიდან მისი 32 წელს არის 34-ში გადაღებული და ფილმში ათამაშეს კაცო ფილმში ათამაშეს ეს კაცი მე ითამაშა ჩერკასოვმა ეგ და ნუ მე ითამაშეს და ითამაშეს მაგრამ პრინციპში ჩერკასოვი არაჩვეულებრივი იყო მაგროლში მაგრამ ნუ არანაკლები იყო როგორც ოპერის მომღერალი თუ მეტი არა ბოქტუნოვსკიც გადასარევი იყო რა თქმა უნდა როგორც აი ოპერის მომღერალი და ასევე როგორც დრამატული თეატრის მსახიობი რა თქმა უნდა ტოლს არ უდებდა არავის შალიაპინი მაგ პარტიაში რა თქმა უნდა არა ტოლს კი არა მე მგონი მეტი იყო მეტიც შეიძლება ნუ ახლა მე უბრალოდ დავაბალანსე ეს ჩემი ნათქვამი ხო და რა უნდა მეთქვა იცით აი ბატონ ალეკო ხომერიგზე ვამბობდი ახლა ქალბატონმა ბრძანა რომ ესე იგი რატომ ხდებაო ისე რომ მიდიანო თეატრიდანო რა რატომ გადიანო ქვეყნებიდანო და ესეთ სიტუაციაში არის ჩვენი ქვეყნიდანო აქ რა ხდებოდა იცით ქალბატონო აქ ყველამ ეს კარგად იცის და მოგახსენებთ რომ საერთოდ ხდება როდესაც ოპერის მომღერალი ღერის სცენაზე დათვლილია არა მისი დღეები, საათებიც კი მისი შემოქმედების. ესე იგი, ყოველ საათს აქვს მნიშვნელობა, ბატონო ერეკლე, ყოველ საათს აქვს მნიშვნელობა, ყოველ წუთს აქვს მნიშვნელობა, დღეს და წელიწადზე ხოლმე ლაპარაკი აღარ არის, არა? მისი შემოქმედება, როდესაც ადამიანი არის ნიჭიერი, ბოლომდე უნდა გამოიყენო. და არა ის რომ დაუშვათ აიძულო ის თეატრიდან წავიდეს, ან რაღაცა შანტაჟი მოუგონო ისეთი რომ ის გაუშვა თეატრიდან აბსოლუტურად არასწორად და არამართებულად და ასევე ეს ეკონომიური მხარე კიდევ ეკონომიური მხარე რომელიც ძალიან მძიმედ არის ასახული თითოეულ ჩვენთაგანზე და მათ შორის ძალიან მძიმედ არის ისახება რა თქმა უნდა ხელოვან ადამიანზე იძულებულია ის ადამიანი წავიდეს და სხვაგან ნახოს ელემენტალურად თავისი გასაქანი და თავისი გზა. ამიტომაც აუცილებელია რომ ეს ხალხი დაბრუნდეს, აუცილებელია რომ თეატრს დაემსგავს საოპერო თეატრი აუცილებლად, იმიტომ რომ დღეს თეატრი უნდა არსებობდეს ყველანაირად. ესე არ შეიძლება რომ დაუშვათ რემონტია მართალია და ამ რემონტის გამო თეატრი ესეთ სიტუაციაში იყო. რემონტი იყო, დაიწყო ოპერის თეატრი 72 წელს, მაგრამ პროფკავშირებში გადავიდნენ და სპექტაკლებზე მიდიოდა და ისეთ დონეზე მიდიოდა, მით უმეტეს დაფინანსება ოპერის თეატრს საკმაოდ დიდი აქვს დღეს და ეს აუცილებლად უნდა მოხდეს ისე, რომ უნდა იყოს არაჩვეულებრივი მართველი ისეთი ოპერის თეატრის უნდა იყოს არაჩვეულებრივი სამხატვრო ხელმძღვანელი, რომელიც შეარჩევს ელემენტალურად მომღერლებს, შეარჩევს დირიჟორებს და იმ შემოქმედებით და ტექნიკური პერსონალის ჯგუფს, რომელიც მოემსახურება მხოლოდ და მხოლოდ თეატრს და ამ ხელოვნებას და ამ საქმეს. ბატონი ნოდარ ანდღულაძეზე მინდა ქალბატონმა ბრძანა კიდევ რამოდენიმე სიტყვა ვთქვა, ბატონმა ნოდარმა რა თქმა უნდა მთელი გალერეა შექმნა საოპერო თეატრის, იგი 85 წლის ხდება, საოპერო პარტიების იგი 85 წლის ხდება და დიდი სიყვარულით ჩემო ძვირფასო ბატონო ნოდარ გილოცავთ ამ არაჩვეულებრივ დაბადების დღეს, ამ თარიღს და ყველა ვიცით რომ ისე პატარა ბიჭივით, კარგი გაგებით ვამბობ, გიძღერთ გული და გიჟღერთ ის ხმა, რომელიც აქამდე გიჟღერდა. სასაული, საოცარი, საუკუნის ხმა. ასევე ბატონ ალეკო ხომერიგზე მინდა ორივე სიტყვა ვთქვა კიდევ და დავამატო რომ ბატონმა ალეკომ საერთოდ სრულიად არაფრისაგან შექმნა აჭარაში ბათუმის საოპერო თეატრი. და 4 ისეთი სპექტაკლი დაიდგა, რომ ნებისმიერი ევროპის თეატრს შეშურდებოდა ნამდვილად ოტელო მით უმეტეს ოტელო მე რა ვიცი უდიდესი მადლობელი ვარ ბატონი რა თქმა უნდა უდიდესი ბედნიერი ვარ მე რომ ბატონ ალეგოსი რომ მე მხვდა წილად ის ბედნიერება რომ მისი პარტნიორი ყოფილიყავი იაგოს მღეროდი მე ამ პარტიაში ამ ოპერაში და მოკლედ მე მახსოვს ყოველი რეპეტიციის ყოველი დღე
ესე იგი თითო შემსრულებელი როლზე ვიყავით, სამზე ნაკლები ერთ-ერთი არ ვიყავით მოკლედ რა. მე კი დავჭით ორი ზოგზე ერთი, ბატონი ალიკო იყო ერთი და ძირითადად ორი ვიყავით სამ-სამი. ესე და მე მახსოვს საოცარი ის რომ ყველა პარტიას ჩაუჯდებოდა, ყველა პარტიას აი ესეთი დონით ამუშავებინებდა და აკეთებინებდა, მეცადინეობდა და ზრდიდა ამითი მომღერალს. ჩვენი უბედურება ოპერის თეატრში კიდევ ის არის დღევანდელ დღეს, რომ მოხდა თაობათა წვეტა. თაობათა წვეტა მოხდა ფაქტიურად ის ხალხი, რომლებიც ოპერის თეატრში მღეროდა, ვინც ესე იგი ესტაფეტა მიიღო ჩვენი დიდი წინაპრებისაგან, დიდი მომღერლებისაგან, ეს არის დავით გამბრეკელი, პეტრე ამირანაშვილი, რა ვიცი კიდევ ვინა და ვინ. აი ეს ხალხი შემდეგ რაღაცნაირად უგულებელ ყოფეთ ჩვენ თვითონ თუ რა ვიცი რა მოხდა და მოკლედ დარჩა აბსოლუტურად ტრადიციის გარეშე ოპერის თეატრი და აი ეს არის სწორედ აი ტრაგედია. სურა ზარიანი ეთერში ხართ. ალეგო ვარ ხომერიკ. ოკეი, ალეგო. ჩემო ერეკლე მოგესალმები, ჩემო ზურიკო მოგესალმები. იცოცხლე შენ შემოგივლი ასევე ჩემო. მე შაბათობით მაინც ყოველთვის გამოვნახავ ხოლმე და ერეკლეს გადაცემას უყურებ და ძალიან გამიხარდა რომ ზურიკოა დღეს. ოწეული და ჩვენიერი ბარიტონი შესანიშნავი და დიდი ღვაწლი მიუძღვის მაგას როგორც ბათუმის ასევე ქუთაისის და თბილისის სიმღერა და ნუ ასე რომ ზურიკოს მივესალმები აქედან არის დიდი მადლობა ჩემო. კარგი ადამიანი ძალიან და კარგი მომღერალი, შესანიშნავი მომღერალი. რაც შეეხება ნოდარ ანდღულაძეს, რა თქმა უნდა, ნოდარ ანდღულაძეს ერთ-ერთი გამორჩეული ხმა ჰქონდა ამ საუკუნეში, რამოდენიმე ხმა იყო საქართველოში, რომელსაც ქვია ევროპული დონის, როგორც თვითონ იტყოდა ნოდარი, ამბობს ხოლმე სახმელთა შუა ზღვაო. ერთ-ერთი შენახარ ამ ხმებს შორის შემოვალეგო, ეკარგვაიცის. ბატონო დარს მიულოცავ იუბილეს 85 წლისას და ღმერთმა 100 წელი კარგად ამყოფოს, იმიტომ რომ დიდი ღვაწლი აქვს საოპერო ხელოვნებაში და დიდი ღვაწლი აქვს აღზრდაში. ახალგაზრდა თაობის, რომლებიც ალბათ სამეთში მოგვევლინებიან სცენაზე. მე რა მინდა ვთქვა ახლა, აგერ ქალბატონმა დაარეკა და ახლა ეს სისულელია თბილისის 3 ან 5 და ან 10 და 15 ოპერაში შევიდეს მსოფლიოს, მაგრამ ნუ ერთ-ერთი გამორჩეული იყო, რითი იყო გამორჩეული თბილისის ოპერის თეატრი. ახლა მე ძალიან ბევრი მიმღერია საზღვარგარეთ და ძალიან ლასკალაში სწავლობდი და ყველგან. და ის დათიგო ანდღულაძე რომ ლასკალაში რეპეტიცია იმღერა, ეს არ ყოფილა, არ მომხდარა ეგეთი რაღაცა, იმიტომ რომ დათიგო არ გასულა საბჭოთა კავშირიდან. სამწუხაროდ არ გასულა. სამწუხაროდ კი არა, დათიგოს გონდა კარუზოს დონის ხმა. აი მე ვამბობ თამამად ამას. არ გასულა, მაშინ არ იყო ეს გასვლა გამოსვლები. ნოდარი სწავლობდა პირველი კვეთყობეკ შეეშალა ნოდარი და ნოდარი უნდა შემდეგ იყო ლია გალმახელიძე, შემდეგ იყო პაატა ბურჯულაძე, შემდეგ ვიყავი მე, შემდეგ იყო თემურ გუგუშვილი და შემდეგ იყო მარიცა მაღლაბელიძე. სულ ვიყავით 7-ნი. ესენი რომლებიც სწავლობდით შიგ ლასკალაში, აი დილას რო შევიდოდით ლასკალაში, ღამის 8 საათზე გამოვდიოდით იქედან. არავით არ აკადემიაში ჩვენ არ ვიყავით, ზოგს ერევა ლასკალას აკადემია და შიგ ლასკალაში ვსწავლობდით ჩვენ. ეს 7 კაცი. აქედან სკოლაც, რომელიც დაამკვიდრა ჯენარო ბარამ, რომელიც ესე იგი ნოდარ ანდღულაძე, ბოდიში თავი ხო არ შეგაწყინეთ. არა, ცოტა ექსკურს გავაკეთებ, რომელიც ჯენარო ბარამ და მაგის მიმდევრები იყვნენ, ნოდარ ანდღულაძე და სოტკილავა, ჯანი რაიმონდი და რა ვიცი, უამრავი სხვა. ჩვენ წილად ხვდა ბურჭულაძეს და მე და მე მარიცას ლია კალმახელი, ესე იგი სოფლიო უდიდეს მეცო-სოპრანოსთან, ჯულიეტა სიმეონატასთან მეცადინეობა. ჩვენ უკვე სხვანაირად, ესე იგი სხვანაირად აღვიქვით ვოკალური ისა და განსხვავება ის იყო ბარას და სიმეონატოს სკოლაში, რომ ბარას თუ მარტო თავის რეგისტრში უყვარდა, მე ვოკალურ წიაღსვლებს ვაკეთებ ახლა და ცოტა მოპატიეთ, რომ ადამიანებმა გაიგო რა ხდება. სიმეონატოს უყვარდა მკერდი და თავის არეული რეგისტრები. აი, აქედან ჩამოსულებმა უკვე ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ რაღაც ახალი სკოლა შემოვიტანეთ საქართველოში. მე მინდა გაგებული ვიყო სწორად. იმიტომ დავით ანდღულაძეს ჰქონდა სხვა სკოლა. თავი და მკერდი არეული იყო ერთმანეთში და ეს იყო
ძალიან დიდარი ჟღერადობა, მაგრამ მე უფრო ვერცხლისფერ რეგისტრს მიყვანო და რანდღულაძე ზურიკო ანჯაფარიძე იყო არეული რეგისტრის თავი მეც მერე და ჩვენ ესე იგი შემოვიტანეთ ეს სკოლა. ეს არის 80-იანების ნელების სკოლა. და ამიტომ ჩვენ წილად ხვდა უფრო მეტი გვემღერა ჩემო ერეკლე. დიახ. რატომ იცით? იმიტომ კი არა რომ ყველაზე საუკეთესო სკოლა ქონდა, რატომ ხაც ამ სკოლამ უფრო გაამართლა ჩვენ ვიმღერეთ ბევრი. 64 წლის ვარ ეხლა მე, თემურიც, ჩემი ხნისა, ელდარი უფროსია, ლია უფროსია კიდე და ჩვენ კიდე სცენაზე ვდგევართ. ამიტომ ესე იგი, როდესაც მაგ ახალგაზრდობა დაჯდება, უნდა იცოდნენ, აი ზურიკო, მე ისე შინაურს გელაპარაკე, უნდა იცოდეთ, რომ რა არის ამ სკოლის მომხიბლელობა. რა მიიტანა ოპერის თეატრი დღემამდე რა მოიტანა, იმიტომ რომ არ ყოფილიყო ხომერიკი, თემურ გუგუშვილი და ესენი ოპერის თეატრი დღეს არ იქნებოდა. რა თქმა უნდა, ალეგო, მაგას ვამბობ. რა თქმა უნდა. მაგაზეა საუბარი. და ის სხვანაირი სკოლა, ელდარი ამ ბოლო დროს დაიწყო შერეული სკოლის სიმღერა ჩვენმა გეწადებ და უკვე ესე იგი ამ ხნის კაცი მღერის ესე იგი შესანი გეგონება რომ ახალგაზრდა კაცი დგას სცენაზე. აი უყურეთ რა უპირატესობა აქვს იმ სკოლას, რომელსაც ქვია შერეული სკოლა. და ამიტომ ეს ბათუმის თეატრი რო გაკეთდა, ამისანა თეატრი ეს იყო სიზმარი დაივიწყეთ, ეს იყო ზღაპარი, ამის შემდეგ ეს არ განმეორდება, ეს არ გაკეთდება, იმიტომ ეს იყო უძლიერესი თეატრი, როდესაც ანტალიის ფესტივალზე ჩვენ გამოვედით მსოფლიოს დიდი თეატრის გვერდით, ხალხმა თქვა, რომ ესეთი თეატრი ევროპაში დღეს არ არის. 4 სპექტაკლი დაიდგა. ეხლა რა მინდა გითხრათ, $600,000 დაჯდა 4 სპექტაკლი, ჩემო ერეკლე. აი ეს უდიდესი სიმდიდრე, რომელიც სცენაზე იყო. და 2 მილიონი დაჯდა თურმე ქეთოდაკოტე. და 1.5 მილიონი დაჯდა თურმე რაღაც სისულელე რო დაგეს ბოლოს. აი ამაშია განსხვავება. აი ამაშია განსხვავება, როდესაც გული გულობს, როდესაც სიყვარულია, როდესაც ანთებაა და როდესაც ღმერთის ხელდასმა იკეთება უდიდეს საქმე. პური მეპურემ უნდა გამოაცხოს აუცილებლად. ხო და მე იმას ვიტყვი თუ შეიძლება ალეგო, აი მე იმას ვიტყვი, სწორედ. ოცნით გეფერებით. იცოცხლე ჩემო კარგო. გენიალურ მომღერალს და გენიალურ პედაგოგს 85 წლის თავს და ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, კარგად იღო. იცოცხლე გენაცვალე. და ერთხელ კიდევ გაქებ ზურიკო, რომ ესეთი მოღვაწე ხარ, ესეთი საქმეს უდგეხარ უკვე სათავეში, როგორც მომღერალი და როგორც პროფესიონალი და დავით ავტომულაძის იმის გამრაგელის ფონდს ხელმძღვანელობ. კაი, ჩემო ვერგო და იბედნიერე. ურმესი მადლობა ჩემო კარგო. მეტალი 100 წელიწადი გენაცვალე. იცოცხლე ჩემო ალეგო. მე მინდა დავამატო თუ შეიძლება აი ბატონ ალეგოს ნათქვამს ის რომ მართლაც ბათუმის ოპერის თეატრი ეს იყო მართლაც საოცრება, ძალიან დიდი საოცრება და ბატონ ერეკლე მე უბედნიერესი კაცი ვიქნები. რა თქმა უნდა, მაგას ვამბობ, სწორედ მე უბედნიერესი კაცი ვიქნები თუ მოხდება აი მართალი ახლა ალეგომ თქვა რომ არ განმეორდებაო რაღაც, მაგრამ მე მინდა რომ ეს განმეორდეს და უკეთესად და მე მინდა რომ ალეკოს ბატონი ალეკოს პირველ რიგში ალეკოს გაუხარდება. აუცილებლად და ბატონი ალეკოს ხელმძღვანელობით გაკეთდეს ისევ, იმიტომ რომ მე გეტყვით ერთ რაღაცას, ეს არის საოცარი ენერგიის, დაუშრეტელი ენერგიის წყარო. ვიტყოდი ამას და ყველა მინდა იცოდეს, აი სულ ყველა მინდა იცოდეს, რომ ეს კაცი არის ის ადამიანი, თავისი მეობით, თავისი ვაჟკაცობით, პატიოსნებით, პროფესიონალიზმით, რომელიც, რა ვიცი, ძალიან იშვიათად არსებობენ ესეთი ადამიანები დღეს, რომელსაც შეუძლია ადამიანის გატანა, გვერდზე დადგმა ადამიანი, შეუძლია ელემენტალურად პროფესიონალი უფრო მეტად დახვეწოს და უფრო მეტად წარმოაჩინოს და მე არასოდეს არ მავეწყდებოდა ის ამბავი, როდესაც ჩვენ ერთად გამოვდიოდით პაკლონზე სპექტაკლის შემდეგ ოტელოში, ყოველთვის, როდესაც თავს დაუკრავდით პაკლონზე, ყოველთვის წინ გამიშვებდა, ეს ძალიან დიდი რაღაცა არის და უდიდესი მადლობა მას თუნდაც აი ამისთვის. ეს იმიტომ რომ ძალიან დიდი მოფრთხილებაა და მოფერებაა მსახიობის და აღიარება არის კიდე მომღერლის. და დიდი მადლობა რომ შენი მოსწავლე ვიყავი, ვარ და ვიქნები, სანამ ცოცხალი ვარ შემოგა. თუ რამე გავაკეთე ეს ალეკო ხომერიკის დიდი ძალისხმევით, მისი თანადგომით და მისი მეცადინეობით და მისი პარტნიორობით. დასაწყისში ვახსენეთ ცხუნებული რეზო კაკაბაძე. დღემდე ჩამესმის მე რეზოს. აბა. საოცრება იყო მართლა. და არც მინდა იმ სამყაროდან გამოსვლა. ხმით რო ხატავდეს საოცარი მომღერალი. ამას წინათ ნახე YouTube-ზე ჩანაწერი ორკესტრთან ერთად
მღერის ჩანაწერი არის ფიგაროს. ნუ მე არ ვიცი რა ეს ისეთი მაღალი ბგერების, აი ესეთი კასკადი, აი პროპელერის, თითქოს აი ბუმერანგივით რო გიბრუნდება. უკან აი რაღაც საოცარი მომღერალი იყო და სხვათა შორის ძალიან დიდი იუმორით დაჯილდოებული იყო, სხვათა შორის მოყვები ერთ პატარა რაღაცას შეიძლება ახალგაზრდა ბიჭია თვითონ თურმე თეატრში მივიდა და ნახა ერთ დღეს პეტრე ამირანაშვილი რიგოლეტოში. მივიდა და ბატონო პეტრეო ძალიან მაგარი ხართო, აი ძალიან მაგრა იმღერეთო და მოკლედ ესეთი რიგოლეტოო მეო არ მინახიაო საერთოდო არსადო. ნუ რა თქმა უნდა ბატონ პეტრეს ესე ამოვნა ახლა, რა თქმა უნდა მართლაც საოცარი რიგოლეტო იყო თვითონ. და შემდეგ ნახა თურმე ბათუკრავეიშვილი, ბატონი ბათუ ნახა სცენაზე და იმასთანაც მივიდა და იგივე უთხრა მოკლედ რომ აი თქვენაერი რიგოლეტო არ არის და ისიც თავისებურად ძალიან კარგი ყოფილა. მოხდა მე ისეთი რაღაცა, რომ ბათუ და პეტრე ხდებიან ერთმანეთს. რა კარგი ბიჭიაო ბათუ ეუბნება. ესო რა ქვია, ჩვენი ახალი სოლისტი რო არისო და ვინო და აი რეზო რო არისო, კაკაბაძო ისე მოვიდაო და მითხრა შენაერიო რიგოლეტოო, არავინ არ არისო რა. როგორ შენ გერო მე მითხრაო ეს ამბავი. კანდროს ხედავდა და შემოდის რეზო, თეატრში. მოდი ბიჭო აგერ შენო უთხრა. აბა ერთიო მომიღებიო, ერთიო ვინ არისო, პირველიო ვინ არისო, მეორეო, ეხლა ეს უცებ ერთი წამით და გადახარშა უსვდა რასე უნება. Русулат вето то შეიძლება. Ну, первый акт батя ბათუზე. ხო და მომამზადებინეო ეს რაც თავარია, უთხრა მომამზადებინო ორივეს, უთხრა მომამზადებინო. ხო და რომელმა გინდაო მოგამზადებინოს ეს партияო და ეუბნება რომ первый акт батя, второй печа, третий буду петь само და ტრეცია მთავარი და რთული. აი საოცარი მომღერალი იყო და არაჩვეულებრივი ბუნების ადამიანი იყო. არაჩვეულებრივად კეთილი და სხვათა შორის ხალბატონი შენის თუ გახსოვს ფილარმონიაში მუსლიმ მაგომაევს რომ რეპლიკა ისროლა დარბაზიდან სწორებულ მუსლიმ მიკროფონოვიჩო. ზარია ეთერში ხართ. გამარჯობათ. გამარჯობათ. მეც ოპერაში რო დადიოდა იმ ხალხის წარმომადგენელი ვარ თავის დროზე. დაგლოცოთ. მაშინ დავდიოდი ოპერაში. ხო და მე ეს ოპერაში არ მინახია, ერთად არ უმღერიათ მურმანის და აბესალომის დუეტი. მასაკე დავით გამრეკელზე ზურაბ ბანჯაფარიძეს, მაგრამ კონცერტზე მოусმინე რაღაც საოცრება იყო. იყო შედევრი პირდაპირ რა. ეხლა რაღაცა უნდა გითხოთ მე თქვენ და თუ დამეთანხმებით, ცოტა მიკროზებული კითხვაა. ისმენთ? კი, ბრძანეთ. ყველა დროის საუკეთესო ბარიტონად მიმაჩნია დავით გამრეკელი. რა თქმა უნდა. და დღევანდელ თანამედროვე ბანებში მე მგონი ამაში დამეთანხმებით პაატა ბურჭულაძე. კი. მეთანხმებით? რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ხო და ზურიკ ვანჯაფარიძის ტიპის ტენორი მე არ ვიცი რა. შეიძლება პირველი არ იყო, მაგრამ აი რაღაცა ხმაში ქონდა ოქროს ზოდი თუ რაღაცა. არა, პირველი იყო ბატონო. პირველი თავის თანამედროვეებში. რაღაცა საოცრება რა. დღემდე პიკის ქალის, ესე ვთქვათ, რეკორდი ვერავი ვერ მოხსნა, ეს საოცრება. აბესალომი როგორი საქმეა? დიახ. სტუდენტი იყო. არა, ეს იტალიელებმაც დაწერეს, რომ ისო ლასკალას თეატრშიო დიდი თეატრის ტრიუმფი დაიწყო გერმანითო. და სხვათა შორის, როდესაც ჩამოვიდა თურმე მარიო დელ მონაკო მოსკოვში რო ჩამოვიდა, არა და ნახა ბატონი ზურაბის სცენაზე კარბენში უნახია თურმე და ნუ ასეთი ტენორი ყოლიათო და ეხლა ჩემი ჩამოსვლაო, ეხლა დიდად არ იყო საჭირო ალბათ ეს კითხვა. ეს მხოლოდ დიდების და პიროვნებების ხვედრია რომ ეს თქვან და მათ შეუძლია. არა, მართლა შეუდარებელი იყო საბჭოთა პირობებში. რა თქმა უნდა. ესე ჯანჯაფარიძემ შექმნა სამი განუმეორებელი სახე: აბესალომი, გერმანი და ხოზე საბჭოთა პირობებში. რა თქმა უნდა და სხვათა შორის რომ გასულიყო საზოგადოებაში. მაშინ უკვე სხვა. და მე ძალიან მიხარია რომ აი მისი შვილი ბატონი
ზურაბი პატარა ზურიგო უმცროსი აგრძელებს მამის გზას და არანაკლებ თუმცა არანაკლებ წარმატებას და სასუქადდიან უსინასწარმეტყველებს. ეთერში ხართ. ახლა მე ვერ დავამთავრე რა ლაპარაკი მინდოდა დავით გამრეკელზე 77 წელია და ახანაკი მეუნება მოსკოვში ეს დავით გამრეკელი როგორ მე მინდა დავპატიჟო სახშიო და ეს მე კარგად ვიცი დავით გამრეკელზე და ეს 77 წლის 16 იანვარია ქალბატონი ნინოც იყო მასთან ერთად გიორგიევნა და კიდევ ერთი პროფესორი კონსერვატორიის და ავიყვანე კაჩალო 25 ცხოვრობს ეგეთი იგორე ფოლაშვილი იყო ახლა არ ვიცი ცოცხალია თუ არა მაგრამ მაგას ძალიან კარგი ის ქონდა კოლექცია პლასტინკების ისა რაგვარი ესა ბრძანეთ თვალაშვილი იურა ყალაშვილი თვალაშვილი ამაშვილი არ გამო ვიმე ცუდად ისმის ცოტა იმას მოშორდი ტელევიზორს ისე რა ან ჩაუწიე ბრძანეთ იმიტომ რომ მე ვეძებ ესეთ ხალხს თვალაშვილი აჰა გასაგებია დიდი მადლობა ხო და იმ დავითმა დაუთმოვა ავტოგრაფი ფიტეტაზე და მთელი დღე ვიყავით 3 საათზე დავიშალეთ და მე რატომ ვაპარაკობ თქვენთან რომ ბრძანდება მეგობარი ფონდი გამრეკელის ფონდის და თქვენგანეს მე გამენანება თუ კოლექცია ძალიან დიდი იმიტომ რომ მე მომსწრევარ მელოდია მოდიოდა მაგასთან იურასთან თხოვლობდა ფირფიტებს და ეს არავის არაფრან და სხვათა შორის ამხრივ მეც ერთ-ერთი კარგი კოლექციონერი გახლავართ სვანეთში მაქვს არაჩვეულებრივი კოლექცია მოდალური ხელოვნების და რა მინდოდა პირადად მინდოდა მეთხოვა თქვენთვის რომ აი ამ ადამიანის ან მისი ოჯახის მოძებნაში დაგვეხმაროთ ჩემი დიდი თხოვნა იქნებოდა და ძალიან დაგვავალებდით კარგად ბრძანდებოდეთ. დიდი მადლობა ზარის. რახან ახლა ბატონმა აგერ დავით გამრეკელზე ჩამოაგდო საუბარი, მე ვიტყვი იმას, რომ მე გახლავართ დავით გამრეკელის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი. ეს ფონდი შეიქმნა სულ რაღაც 2 წელიწადია, უпроსორად 3 წელიწადია. და ამ ფონდმა ჩაატარა მსოფლიოში პირველად 3 ბარიტონის კონცერტი, ეს არაჩვეულებრივი ის იყო, რა ქვია, ესეთი კონცერტი იყო, რომელიც ჩატარდა ორკესტრთან ერთად ქუთაისში. დირიჟორი გახლდათ ჩვენთვის არაჩვეულებრივი დირიჟორი და არაჩვეულებრივი ჩვენი არაჩვეულებრივი პროფესიონალი და მეგობარი, ბატონი ბაადურ სამადაშვილი, ასევე იქ ბატონი ვადიმ შუბლაძე, ჩვენი მოგვე ასაკოვანი პიროვნება და არაჩვეულებრივი დირიჟორია და ჩატარდა არაჩვეულებრივი კონცერტი. აქ ვიყავით ვლადიმერ ოპენკო კიევის ოპერიდან მოწვეული, მეტროპოლიტენ ოპერის სოლისტი სხვათა შორის იყო მოწვეული დომინგოს მოსწავლე, არის სომხეთის მოქალაქე გახლავთ ბარსეკ თუმანიანი და მესამე გახდით მე თქვენი მონამორჩილი ზურაბ ბუხრაძე. წავიდა არაჩვეულებრივად ეს კონცერტი, ეს ჩატარდა ბატონი ჩვენი კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით და ასევე პირველი ლედის პატრონაჟით ჩატარდა ეს კონცერტი და წაიღო არაჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, საღამო. ამის შემდეგ ჩავატარეთ კიდევ ძალიან ბევრი კონცერტები და აი ახლა სწორედ 12 რიცხვში 12 დეკემბერს ეს 4 შაბათს 18 საათზე ვატარებთ არტხოლის შენობაში, ცოტნეტადიანის 26 ვატარებთ ეს დავით გამრეკელის ფონდი ატარებს პოეზიისა და კლასიკური მუსიკის კონცერტს, სადაც მონაწილეობას მიიღებს ბატონი ერეკლე, თავისი პოეზიით წარდგებიან ჩვენი არაჩვეულებრივი კიდევ პოეტები, გვინდოდა ძალიან რომ ბატონი თემურ ჩალაბაშვილი შეიძლება შეძლოს, ნუ ძალიან კარგი, ყოველ შემთხვევაში პროგრამაში არის ბატონი ასევე არიელ ხახელაური და კიდევ წარმოდგება 2 არაჩვეულებრივი პოეტი, ეს გახლავთ მიხეილ ტრებუჩავა, მებაღე, წოდებული მებაღეს ვეძახით, ჩვენის მის ფსევდონიმია და ნიკა ნორიელი, რომელიც ასევე არაჩვეულებრივი მომავალი პოეტია და ეს კეთდება, ყველაფერი კეთდება, ამას აფინანსებს გენერალური სპონსორი ამისი გახლავთ სოკარი და რა ვიცი თუ
გექნებათ სურვილი, მეგობრებო, ძალიან დიდი სიამოვნებით, ძალიან დიდ სიამოვნებას მიიღებთ. 12-ში არტყოლის შენობაში 26 ნომერი არის სოტნე დადიანის 18 საათზე. იმღერებს ასევე ბატონი ალეკო ხომერიკი, ბატონი ანზორ აღლაძე, იმღერებ მე, იმღერებს კიდევ ჩვენთვის ძალიან დავით გველესიანი, ჩვენი უსაყვარლესი ძმა და ჩვენი უახლოესი მეგობარი, ჩემი და ბატონი ერეკლესი, რომელიც უკვე სულ ახალი ამპლუით ფაქტიურად წარდგება მაღურების. ისა ზარია კიდე და ეთერში ხართ. მოგესალმებით. სიკეთე მოგცეთ. მე გამრეკელების ახლობელი ადამიანი და მისი დავითის დიშვილი ნელი წერეთელი მომიყვა ასეთი რამ რომ დიდი საკუთრებო დარბაზში იყო კონცერტი და ჩვენ წინ ახლობის ხედავთ წინა თელი გაასწრებ ისწრებ უცხოელები და უშენენ ახლა გამოვიდნენ რუსი მონღოლები ყველა და არაფერი ისინი ჩვენებს ესმენონ და გამოვიდა შემდეგ დავითიო და როგორც კი დაიწყოს სიმღერა რაღაც არია იყო მე მგონი ფლაცები და ერთმანეთს შეხედავ გადახედენ ერთმანეთს გაოგნებით და მოწონებით ჟერმონის არია ყოფილა ეს ვიცი ქალბატონო ესმე ჩვენც ვიცით ხო ეხლა ბატონო ისა რამე და ერეკლე გთხოვთ აი რევას კაკაბაძეს თქვენგანაც გააქვთ კოლექცია ალბათ გექნებათ რევას კაკაბაძეს ისა კი რა თქმა უნდა შეიძლება შემდეგ გადაცემაზე მოგასმენიეთ და მე ისა რამე და კიდე გითხრათ ეს ლასკალადან ჩამოვიდა ერთი მომღერალი არ მახსოვს კარგად გვარი ის ყვებოდა რომ გაოგნებულები იყვნენ იქო ქართული ხმა სუფა რაღაცა სუყე ხმა ესე გულდან ამოსულიო არაჩვეულებრივია ქართული ხმებიო იტალიელები გვეუბნებოდნენ დიახ ქალბატონო ეხლა დაგლოცოთ უფალმა მეგობარმა დარეკა წეღანდა ახლა ჩვენ ახლა ადგილებით ვერ დავანაწილებთ ნამდვილად ვინ არის პირველი ვინ არის მეორე ვინ მესამე მაგრამ აი ესეთი სუფთა ტემბრი დავით გამრეკელსო რო ქონდა არავის არ ქონია ამნაირი ხმა თუმცა მანდ მე როგორც დავით გამრეკელს არ მიეცა საშუალება წასულიყო იქ სოფლიოს მოესმინა ამ საოცარი მომღერლისთვის სამწუხაროდ იგივე მდგომარეობაში ახლა შენ პიერო კაპუჩილი ახსენე წეღა რა მე რეზოს პარტიები რომ აქვს ნამღერი ჩემო ზურა არა თუ არა ჯობდა არაფრით არ ჩამოვარდა რა თქმა უნდა ბატონო ერეკლე აი იმ დონის მომღერალი მართალია ჩემო ერეკლე ესე იგი რა სიტუაცია არის ფაქტიურად იცით რომ აი გამრეკელს ფაქტიურად მოხდა ისეთი რაღაცა რომ დავით გამრეკელი მოხდა იმ პერიოდში ანუ ერკინის ფარდას ეძახიან თუ რას ეძახიან ჩამოფარებული იყო რა თქმა უნდა და ცოტა ძნელი იყო გასვლა რა თქმა უნდა მაგრამ ერმა მას შეარქვა ერის ხმა ანუ ქართველმა ერმა მას შეარქვა ერის ხმა როდესაც აი ამას შეგარქმევენ იქ არავით არის სახალხო არტისტობა არავით არის საბჭოთა კავშირის იქ უკვე ჭეშმარიტი სახალხო არტისტი ხარ ამაზე დიდი ეხლა შეფასება და ამაზე დიდი კრიტერიუმი შეფასებისა მე მგონი რომ აღარ არის და ერა მინდა ვთქვა რომ რაც შეეხება მისი სიცოცხლის ბოლო წლებში როდესაც იგი ასწავლიდა იმაში რა ქვია მოსკოვის კონსერვატორიაში და კათედრასაც ხელმძღვანელობდა ერთი პერიოდი აი იმ პერიოდში მოხდა ისეთი რამ რომ იტალიელები ჩამოვიდნენ და ის არაჩვეულებრივ ფორმაში იყო ბოლომდე აი ერეკლე ბოლომდე აი ხმიანი კაცი ჩავიდა საფლავში და წავიდა ხმიანი კაცი და მოკლედ მოსავლეს აჩვენებდა ამ დროს ეს ხმა რა ვითარებაში ქონდა შენარჩუნებული აბა ღვინოში კაცი წიწაკას იყრიდა და ისე სვამდა ღვინოს რა მომსწრე არის იყო ესეთი რაღაცა კი რა თქმა უნდა კი და სხვათა შორის არაჩვეულებრივი ისეთი ბოჰემური კარგი გაგებით რა თქმა უნდა ბოჰემური ცხოვრებითაც ცხოვრობდა კარგი გაგებით რა თქმა უნდა და საოცრება ის იყო რომ აი ზურა ბანჯაფარიძე და დათიკო გამრეკელი ამათი აი ერთად ყოფნან ესე გენი თვალებით უგებდნენ ერთმანეთს აი თვალებით უგებდნენ და დათიკო გამრეკელს ჰქონდა არაჩვეულებრივი ესეთი ის დამუღამებული მოკლედ რა ისეთ მაგარი იუმორით ხო იცი რა გააკეთეს ამათ ცხონებული ვიცი ხო მაგას ვამბობ ტაქსის ხოლს რო ჩაუჭდნენ ეგ მოკევი მაშინ სამ რაღაცას მოყვები ესეთ რაღაცას ტაქსის ხოლს ჩაუჭდნენ მოკლედ და ნუ ეხლა მიგვიყვანეთო აქა და აქ უთხრეს დითიათან მიგვიყვანეთო და ახლა დაქოქა ამან წავიდა მანქანა მიდის და ამათ პადმასკოვიე ვეჩერას სიმღერა დაიწყეს ისე უსმენოთ ისე უნიჭოთ რომ ნამეტანი მოცარტის მენა უნდა კონდეს რა ისე უსმენოთ იმღერო რა ხო და მოკლედ გააჩერა ამ ტაქსისოლმა მანქანა რა საკეთებთ ამას რას მღერი ხართ მასე კი რა ესევ და რატომ ამახინჯებთო სიმღერას ხო რატომ ამახინჯებთო სიმღერას
ну ამათ კიდევ და მოკლედ გააჩერა ამან კიდე მასალა მანქანა და ასწავლის სიმღერას ასწავლის ესე იგი როგორ უნდა იმღეროს და ამათ არა კი არ გააჩერა წრეებს არ ტყავს ხო წრეებს არ წვეინებენ ხო და თან აჩერებს მე პერიოდულად რომ ну გიждდება კაცი რა რომ ვერ ასწავლა ამათ რა ვერანე და მოკლედ გიჟათ მოკლედ რაღაცა თითქოს მიახვედრა და მოკლედ თვითონ მოკლედ ხანს გამოვლეულია მოკლედ მიიყვანა თეატრთან და Спасибо, უთხრესა დაუძრეს კნიჟკები რომ ეს არა მერე უმღერეს კაცო უმღერეს ესე გავდი მე ვიცი რომ აჩვენეს მე ვიცი რომ აჩვენეს ხოდი გაგიშდა ასე უცებ როგორ შეისწავლეთ ეს სიმღერა Народный артист Советского Союза და რა მოხდა ეს მძღოლი იყო დავით გამრეკელის და ზურაბ ანჯაფარიძის უდიდესი თაყვანისმცემელი ფული არ გამოართვა თურმე ხო არ ვიცი და მოკლედ აი ესეთი რაღაცა იყო და საოცრებ აი ის იყო კიდევ რომ დათიკო გამრეკელს ჰქონდა ძალიან დიდი იუმორის პატრონი იყო რა თქმა უნდა ორივე ბატონი ზურაბიც და შედიან საპილმენეში და არ არის ადგილი და ორივე ძალიან დიდი მუცელი ჰქონდა აიღეს პილმენი მიადეს მუცელი ერთმან მუცლები ერთმანეთს დაილაგეს საოცარი რაღაცა მესამე იყო კიდე რომ ბატონ დავითს ჰქონდა დამუღამებული არ ვიცი ესეთი რაღაცა რომ ექსკალატორზე რო ჩადიოდა კიბეებზე თუ რომ მეტროში რო ჩადიოდა ადამიანი აი რო გადადის უკვე ექსკალატორი რო თავდება და გადადიხარ უკვე ხო იმასე კვაფენილზე აი მომენტში წაიქცეოდა თურმე სპეციალურად და ვინც კი ექსკალატორზე იყო სტელიეს რუსები გადაყვებოდა ესეთ ბრახვალსათენდანს ის მოკლედ აი ესეთ რაღაცებს მოკლედ ძალიან ზარია ეთერში ხართ ალო მოგესალმებით ბატონებო სიკეთე მოგცეთ იცით თქვენ დავით გამრეკელზე გაქვთ დღეს გადაცემა არა ჩვენ გვაქვს ახლა მოვიწვიეთ დღეს ხო მაგრამ დავითი იმიტომ რომ თვითონ ბატონი ზურაბ ბუხრაძე გახლავთ დავით გამრეკელის სახელობის ფონდის თავმჯდომარე და 12-6 საათზე საღამოს ვატარებ ჩვენ დავით გამრეკელი იყო ჩვენი ოჯახის უახლოესი მეგობარი და ვიცნობდი კარგად აი რა ისტორიებსაც თქვენ ახლა ყვებით ეს ყველაფერი ცნობილია ჩემთვის და ძალიან ბევრს ვიცინოდით მაგრამ მინდა გითხრათ რომ პეტრე ამირენაშვილიც გაიხსენეთ რა აუცილებლად მაგაზე ვაპირებდით ძალიან დიდი მომღერალი პეტრე ჩვენ ბატონი პეტრე ვახსენეთ ბევრჯერ მაგრამ ისი საღამო იყო ახლა სამში კონსერვატორიაში იქ დააფუძნეს მის დაბადების დღეზე აკეთებენ საღამოებს და მას უწოდეს საოპერო ხელოვნების ფუძემდებელი და ისეთი ჩანაწერები იყო ჩინეთში ჩაწერა მე გავსი არაფერი არ მომისმენია და აი გთხოვთ მოისმინეთ ისინი იყვნენ უახლოესი მეგობრები უახლოესი ძალიან უყვარდათ ერთმანეთი და მე მოვისმინე ბატონი პეტრესი და ბატონი ზურაბის შესრულებით მაშინ ზურიკო იყო 25 წლის და პეტრე ამირენაშვილი იყო ალბათ 40 არც იყო 40 წლის ალბათ და ავესალონდა ეთერის დუეტი მე ესეთი რამე არ მომისმენია ეს რაღაცა იყო საოცრება არა ყველა იყო განუმეორებელი ქალბატონო ეს იყვნენ დიდი მომღერლები და მე ახლა პატარა ვიყავი მაგრამ რა მახსოვს ბატონი პეტრე სცენაზე იყო ცეცხლი მე მახსოვს სხვათა შორის ბატონი პეტრე კარგად და სხვათა შორის მოხდა ისე რომ მისი ბოლო სპექტაკლი მაგ ნანახი ეს გახდათ 1976 წელი როდესაც ბატონი პეტრე მღეროდა და თამაშობდა რა თქმა უნდა არაჩვეულებრივი მსახიობი იყო სცენაზე შეუდარებელი მსახიობი ამონასროს პარტიას და მოკლედ ნუ იმღერა რაღაც ფანტასტიკურად იმღერა ასევე კიაზოში მყავს ნანახი და სამწუხაროდ მეორე თუ მესამე დღეს გამოაცხადეს რომ გარდაიცვალაო მაგრამ ის რაც ნახე ბატონმა პეტრემ რა თქმა უნდა წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა არა მარტო ჩემზე ეს საერთოდ არის ხელოვნების ქურუმი რო იტყვიან ბატონი პეტრე მართლაც აი მისი ძალიან ბევრი ჩანაწერები არსებობს მისი ასე ვთქვათ ოჯახური ტრადიციაც ზურა როგორი განებივრებული ვიყავით ისე კაცო აბა რა აი ახლა რო ბატონი მედია ამირანაშვილი ჯერ სპექტაკლში ერთ სპექტაკლში ტრუბადურში კაცო მღეროდა სამი დიდი მომღერალი აბა რა რეზო კაკაბაძე, ნოდა რამდგულაძე და ცისანა გაგიშვილი. ეს ფოტოშორის ბატონი ნოდარის და ხალბატონი ცისანა საერთოდ დუეტი სოფლის პატრიოტებიდან ეს ხო არის რა ვიცი ოქროს კონჩერტი. რა თქმა უნდა. ზურაბ ანჯაფარიძეს უსმენდი საშუალება. რა თქმა უნდა. ბატონი ზურაბი ხშირად ჩამოდიოდა სოტკილავა, ძალიან ბევრჯერ მე კარვენში მახსოვს რომ ნახე 80-იანი. სამწუხაროდ უკვე დასასრულს მივახლოვდა ჩვენი გადაცემა. დიდი მადლობა მე უბრალოდ მინდა ვთქვა
ერთი რაღაცა, რომ კიდევ და კიდევ მინდა რომ გავიმეორო, დავით გამრეგელის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფონდი 4 შაბათს 12 დეკემბერს ატარებს ქართული პოეზიისა და კლასიკური მუსიკის საღამოს არტ-ჰოლის შენობაში 26 ნომერი არის სოტნე დადიანის და აქ გენერალური სპონსორი ამ საღამოსი გახლავთ სოკარი და ასევე გეპატიჟებით ყველას, ისევე როგორც მთავრობის წევრებსაც, ალბათ მოსაწვევები მოგივათ, ყველას ვეპატიჟებით, ძალიან დიდი სიყვარულით დახვდებით და ძალიან დიდი სიყვარულით დახვდებათ სცენაზე და დიდი ოფერება და დიდი ასე ვთქვათ, ურთიერთობა, თბილი ურთიერთობა დამყარდება სცენასა და პარტერს შორის. უღრმესი მადლობა დღევანდელი მოწვევისთვის, ბატონო ერეკლე და უფალს ებარებოდეთ, გმადლობთ.